იმ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმებისა და სასტიკი ძალადობის საქმეებზე ამ დრომდე არავინ დაუშიათ, რომ სამთავრობო ტელეკომპანიების ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინეს. მათ იმედის, რუსთავიორისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფებისთვის ხელის შეშლას ედავებიან. სწორედ ეს ტელეკომპანიები არიან მომჩივანები. ბრალდებულთა შორის ერთ-ერთი აქტივისტი და იმედის ყოფილი ტელეწამყვანი ირაკლი წულაია, რომელიც უკვე დაკავებულია. ის სავარაუდოდ გზის გადაკეტვის ბრალდებით აიყვანეს არასრულწლოვან შვილთან ერთად გადაადგილების დროს. ნანო ჩაკვეტაძე გვიერთდება თემის შესახებ სასაუბროდ პირდაპირ ეთერში. იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ოცნების ზონდერები პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიან, აგინებენ, ლანძღავენ და ფიზიკურადაც უსწორდებიან, საგამოძიებო უწყებებს ამ საქმეებზე თითქმის არასოდეს არავინ არც გამოუვლენიათ და მით უმეტეს არ დაუსჯიათ. სამაგიეროდ პროკურატურამ სასწრაფო წესით წაუყენა ბრალი მოქალაქეებს, რომლებსაც ედავება, რომ მათ თითქოს პროსახელისუფლებო არხების წარმომადგენლებს საპროტესტო აქციაზე პროფესიული საქმიანობის შესრულებაში შეუშალეს ხელი უშუალოდ. ჯამში სულ 7 პირისთვის არის პროკურატურის მიერ ბრალდება წარდგენილი. აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა ამ დროისთვის ამ 7-დან 3 მათგანის იდენტიფიცირება მოახერხეს. ეს არის თამუნა კირთავა, მას ტელეკომპანია იმედმა უჩივლა. ასევე არის ირაკლი წულაია, რომელიც ადმინისტრაციულ პატიმრობაში, როგორც თქვით, უკვე იმყოფება გზის გადაკეტვის საბაბით. ამჯერად მას რუსთავიორი უჩივის. წულაია ასევე ყოფილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანია. მესამე მოქალაქე ეს არის ალექსანდრე ცნობილაძე, რომელთან დაკავშირებასაც ჩვენ ამ დრომდე ვცდილობთ. ტელეკომპანია იმედი მედავება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. კონკრეტულად ჩემზე უწერიათ, რომ თითქოს ოპერატორს კარი ხელი და ხალხს მოუწოდებდი რაღაც არასამართლიანი ქმედებისკენ. რაღაც აბსურდია, უბრალოდ ათონერზე ვიყავი 4 ოქტომბერს, როდესაც დავინახე, რომ ტელეკომპანია იმეცა და იქ მყოფ ადამიანებს შორის რაღაც ხმაური იყო, თან მივხვდი, რომ იმედი უღებდა ადამიანებს იმისთვის, რომ შემდეგ ეს კადრები, როგორც იციან ხოლმე, მიეწოდებინათ და სარავარაუდოდ ამის ფონზე მოხდებოდა დაკავება. მაგ დროს მივედი, ჩემი მხრიდან რაც იყო ვუთხარი, რომ ჟურნალისტთან მქონდა კომუნიკაცია და ვიდეოში ჩანს კადრები, რომლებიც მეც მაქვს ასევე. ალბათ მათაც აქვთ, რასაც ვეუბნები, რომ არის მოღალატე და რუსი, ალბათ არ ვიცი, არ მგონია, რომ ამ სიტყვებისთვის რაღაც ისეთი რამ იყოს, იმიტომ რომ ეს არის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ პირობებში, როცა მაგალითად ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ჩვენს კოლეგას გურამ როგავას სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად, ან თუნდაც TV პირველი ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს, მის ოპერატორს. თუმცა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც ვითომ ამ საქმეებს იძიებდა, ისე გაუქმდა, არც გამოვლენილი და არც დასჯილი ამ საქმეებზე ამ დრომდე არავინ არ არის.